ძიუდოის თორნიკე ნაგლიაშვილს პატიმრობა შეეფარდა, მას ოჯახურ ძალადობას და მუქარას ედავებიან ევროპის სამგზის პრიზიორს მეუღლე უჩივის. სწორედ მისი მიმართვის საფუძველზე დააკავეს სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ. ნანუკა ქაჯაია ესაუბრა მხარეებს, ნანუკა რას ამბობს პირველ რიგში მომჩივანი, რას ყვება ძიუდოისტის მეუღლე. თამთა თორნიკე ნაგლიაშვილის ყოფილი მეუღლე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და გვანცა ფანგანს სჯერა, რომ კანონის შესაბამისად დაისჯება დამნაშავე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი უჭირს გვანცა ფანგანს, თუმცა ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე ძიუდოისტი 5 მარტს დაიჭირეს მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის გამო. კონკრეტულად კი 4 მარტს მიწერა ყოფილ მეუღლეს ძიუდოისტმა მესიჯი, სადაც ის ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. ეს მესიჯი სამართალდამცველებს გააცნო მარნეულში პოლიციის განყოფილებაში. გვანცა ფანგანმა რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მცხეთაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაიჭირეს თორნიკე ნაგლიაშვილი. გამოძიება მას ედავება მუქარას. ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებულის ადვოკატს, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებული თავს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ მიიჩნევს და ასევე ადვოკატი გვეუბნება იმას, რომ ის გაეცნოს საქმის მასალებს, წაიკითხა ის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, რომელიც საქმეში და გდევს და ადვოკატი ამტკიცებს, რომ მუქარი შემცველი გზავნილები მან ამ მესიჯებში ვერ ამოიკითხა. აქ ერთ საინტერესო ფაქტზე მოგიყვებით, ადვოკატმა დღეს ჩვენ გვაჩვენა განაცხადი, რომელიც მას შემდეგ რაც ძიუდოის პატიმრობა შეუფარდეს, დაწერა მისმა ყოფილმა მეუღლემ და განცხადებაში წავიკითხეთ, რომ გვანცა ფანგანი ითხოვდა, რაც შეიძლება მსუბუქი აკვეთი ღონისძიება გამოეყენებინა სასამართლოს დაკავებულის მიმართ, თუმცა ქრონიკასთან ინტერვიუში განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს. გვანცა საჩივარში წერია, რომ მას ემუქრებოდა მეუღლე სიცოცხლის ხელყოფით, თუმცა მეუღლე მტკიცებულება SMS შეტყობინების ასეთი არ არსებობს, ხოლო და მოგაჭრი არის ასეთი შეტყობინება? არ არის. დაზარალებულს არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია და საჩივარი პირიქით. იგი სახელმწიფო ბრალდებას თხოვს, რომ ყველაზე მსუბუქი სახის აღკვეთი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული და არასაპატიმრო სასჯელი. ასევე დაზარალებული განმარტავდა, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს მისთვის ყოფილი მეუღლე. არა, არაფერს საჩივარი არ გამომიტანია, სისულელია. როგორ იმსახურებს, ისე დაისჯება. კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა. შემაკავებელი ორდერი დაარღვია. და პოლიციამ აიყვანა. მეჭვიანობის ნიადაგზე იყო, თორ დანარჩენი არაფერი და ამის იმაზე ხდება მას შემდეგაც რაც გაჩნდა ერთმანე. და პირველად შემაკავებელი ორდერი რატო გამოუწერეს? ანუ დაარტყა თუ აი რა მოხდა იზალა? ხო, იზალა და ეთყობა. მუქარის შემცველ SMS-ებს წერდა და ამან გამოიწვია ახლა მე თვითონ არ წამიკითხე, ეს პირდაპირ მოხდა, უცებ მოხდა. თორნიკე ნაგლიაშვილის დაკავებას გამოეხმარო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ის წუხს დაკავების გამო ახასიათებს დადებითად თორნიკე ნაგლიაშვილს და ასევე აღნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ დაკავების გამო სპორტსმენმა გამოტოვა საერთაშორისო ტურნირები. რაც შეეხება თორნიკე ნაგლიაშვილს, მას უნდა იასპარეზა 6 მარტს საქართველოს ჩემპიონატის მეორე დონეზე, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მის მიმართ ასე ვთქვათ გამოყენებული იქნა წინასწარ ურთვიანი დაკავების ასე ვთქვათ ზომები. ამ წუთას გასაჩივრებული არის სააპელაციო სასამართლოში. თორნიკე ნაგლიაშვილი არის ერთ-ერთი სპორტსმენი, ვინც შეიძლება რომ საქართველოს 66 კილოგრამწოდით კატეგორიაში საქართველოს მოუტანოს ასე ვთქვათ ლიცენზია და იმედი ვიქონიოთ, რომ არსებობს ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმპცია და იგი მალე დატოვებს ამ საპატიმროს და გააგრძელებს კვლავ აქტიურ ვარჯიშს. თორნიკე ნაგლიაშვილს შემაკავებელი ორდერი გასულ წელს სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი მეუღლისთვის ძალადობის გამო. მას აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება 30 დღის განმავლობაში. ადვოკატის ინფორმაციით ეს ორდერი ბრალდებულმა დაარღვია, რის გამოც ერთი დღით მას პატიმრობა შეეფარდა, რაც შეეხება ბოლო ინციდენტს, რომელიც მოხდა 4 მარტს. მან მუქარი შემცველი შეტყობინება გაუგზავნა ყოფილ მეუღლეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით 22 წლის ძიუდოის პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატი აპირებს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს მარნეულის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ ძიუდოის ბრალდებას დაუმტკიცებენ, მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.